მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში იმოგზაურებთ პოლონეთში, ჩემთან და პაატასთან ერთად. განსაკუთრებულად მიყვარს ახალი წელი და ყოველთვის მივისწრაფი ხოლმე შევხვდე ისეთ გარემოში, სადაც მაქსიმალურად იქნება ამისთვის განწყობა შექმნილი. საკმაოდ დიდი ხანია მინდოდა პოლონეთის ზუსტად ამ პერიოდში მონახულება და აი დადგა ამის დროც. ფრენა გვქონდა 27 დეკემბერს და როგორც ყოველთვის გავფრინდით ქუთაისიდან. საკმაოდ კარგი მოლოდინები მქონდა, ვინაიდან დავათვალიერე ფოტოები და ვიდეოები და ვნახე, რომ პოლონეთში ძალიან კარგად აქვთ ხოლმე განწყობა შექმნილი. ულამაზესი ნაძვის ხეები აქვთ, ქრისმას მარკეტები და ასე შემდეგ. ჩაფრენისთანავე ძალიან მალე მოვიდა ეს ავტობუსი აეროპორტში და დაახლოებით 40 წუთში ვიყავით უკვე კატოვიცეს ცენტრში. აქედან გადავჯექით მატარებელში, რომელმაც წაგვიყვანა კრაკოვში. შესაბამისად, პირველი ქალაქი, რომელსაც მოვინახულებთ, იქნება კრაკოვი. ჩამოვედით უკვე პოლონეთში, მოშინაურდით. გამოვიცვალეთ ერთი 20 ტრანსპორტი. მეტრო ყველაფერი ვიცით უკვე რა. მივდივართ ახლა გზაში ვართ სასტუმროსკენ და მოვედით რაღაცა ცენტრში მოვხვდით, საშობაო სოფელია. ესეთი ნაძვის ხეა, თორი. ხოი მე ატრაქციონი ყოფილა. კი, ატრაქციონი ნახეთ ახლა ესენი ჩასხდნენ, გაივსება და დატრიალდება. დაი. ეხლა მოვედით მეგობრებო სასტუმროში და შემავჩნევთ ალბათ რომ ადამიანს აღარ ვგავარ, იმიტომ რომ აი ძლივს მოსაგნები სასტუმრო აგვიღია. არ ვიცი ეს როგორ დამემართა, აი ძალიან ბევრი ვიწვალეთ, სულ სხვაგან შევედით, მე იქიდან გამოვედით, მე აქ მოვედით, უკვე მეგონა რომ გარეთ დავრჩებოდით, მაგრამ გადავრჩით და აქ ვართ და ეხლა ისემში ვარ, რომ საერთოდ ვერ ვაზროვნებ, ეხლა უნდა გავიდეთ და ვჭამოთ. მოვედით მეგობრებო მოლში. პატ ამბობს, რომ ზუსტად ესეთი მოლი იყო გერმანიაშიო და აბა ვისაც გაქვთ გერმანიის ვლოგი ნანახი, გაიხსენეთ, ესეთი იყო თუ არა. აუ წავჭამოთ. ხალხო, ისე გიჟებივით ჭამთ, რომ ვერც გაჩვენეთ რა ავიღეთ. ძალიან ბევრი რაღაცა ავიღეთ, შნიცელი, ბრინჯი, აქეთ არის პასტა, ეს არის ქათამი, ეს არის გუფთა, ეს არის ხორცი, ეს არის კარტოფილის სალათი. პატამაც დაახლოებით იგივე, პეპსი გვაქვს უშაქრო და აი ძალიან ძვირია რა. ფასები არის ძალიან მაღალი. მეგობრებო, ხო წარმოგიდგენიათ როგორ გშიო და რომ ორივე მოვასრულთავეთ თემშები ალბათ რამდენ წუთში? 5. პირველად ვნახე უშაქრო სპრაიტი. ძალიან მიყვარს სპრაიტი, მაგრამ არ ვსვამ ხოლმე და ეხლა ავიღეთ უშაქრო, რომ გავსინჯოთ. აქ კიდე რაღაცა საინტერესო წვენებია, მაგრამ მე მინდა ეხლა რაიმე უშაქრო ტკბილეული ამათი რომ დაბაგემოვნო. არ მომეწონა ბიოგანყოფილება, იმიტომ რომ ბევრად უფრო მრავალფეროვანი არჩევანი მაქვს სხვა ქვეყნებში ნამახი და აქაც რაღაცა დიდი მოლოდინები მქონდა და ძალიან მწირი არჩევანია, პროტეინის პუდინგებიც და ეგეთი რაღაცებიც ხო იცით ძალიან მიყვარს და ვათვალიერებ ხოლმე და იქაც ძალიან მწირი არჩევანი იყო. არა და მოლოდინი იმიტომ მქონდა რომ სპორტულ საკვებ დანამატებში რომ მუშაობდით, იქ საკმაოდ დიდი არჩევანი იყო ხოლმე პოლონური დანამატების და მეგონა რომ უფრო მოხოდილები იყვნენ. ეს ავიღეთ, ესეთი ბისკვიტებია და ძალიან მიყვარს, ამას გავსინჯავთ. კიდე ეს ავიღეთ, არის მარილიანი კარამელის არომატით და ძალიან მიყვარს ეს არომატი. ძალიან მომეწონა. კაია ძალიან. რაღაც გასვლა უშაქროს უსო მაინც ასწორებს. კოკაკოლა ტოპია. ხო, კოკაკოლას ვერ შეეძლება, მაგრამ კაია. ბუბი. კაცია პოლონეთი? გავიჯერ მოლი ვნახე მარტო. და დამსახურება ხათოს. გავიგეთ ახლა და გარეთაც განახი. ხორციო ბუბი. კარგია? ძალიან კარგია. აჰა. გრძელი კურტკები ცივ ქალაქებში სამოგზაუროდ არის ძალიან მაგარი და ძალიან კომფორტული. ერთი ნაკლი აქვს. ცოტა და გამოილია უკვე. ეს არის 10-დან 10. ძალიან გემრიელია. მაგრაციო. სალამაზია. ვაუ. მაგარია. ჩვენ მართალია ძალიან ბევრი ვჭამეთ. და ძალიან გემრიელად, მაგრამ აქ ისეთი სუნები ტრიალებს, მიდი და არ მოგშვიდეს. აუ ეს რა არის? არ ვიცი, მაგრამ რაღაც გემრიელობა ჩასასწრაფო. ყველანაირი ყველი, აუ შემწვარი ყველი. ნახეთ.
ეს ვისაც ყოფნით ერთი წელი გამოდით სალაპარაკო მაგ. ულამაზესი ნაძვის ხე, ოღონდ ეს არ არის მთავარი ნაძვის ხე, ეს დგას უბრალოდ საშუალო სოფელში და მთავარი ნაძვის ხეს ამის შემდეგ გაჩვენებ. ამას შეხედეთ რა სილამაზე ნივთებია. ხელნაკეთია როგორც მივხვდი. ბოიმ ეს ხო არის ჭმეობა ამ შემთხვევით? როგორი ნაუცხრებია. აქ ესეთი სცენა არის მოწყობილი და 1 იანვარს უნდა გაიმართოს კონცერტი. ხო და ეხლა მე და პატო საუბრობთ და ყველაფერი არის ზუსტად ისე გაკეთებული, როგორც იყო რიგაში. ძალიან რიგას ვაიბი აქვს და იქ მთავარი მოედანიც რო გაჩვენეთ, ეს საშობაო სოფელიც თითქოს ერთ-ერთში არა. ობას ნახე რა ლამაზია. მოვედით მთავარ მოედანზე. ნახეთ, ეს მთავარი ნაძვის ხე ძალიან ლამაზია. გარშემო ეს ყველაფერიც ულამაზესია. ნახეთ რა ლამაზია, ფოტოების გადასაღებად. ეხლა გადავიდეთ. ძალიან საყვარლები არიან. ძალიან ეს ფოტოები გამოვიდა აქ, მიუხედავად იმისა, რომ 4 რაღაც მოცვია ზემოთ და 2 ქვემოთ. ეხლა ეს მთავარ მოედანზე ვართ ისევ. და დავინახეთ აქეთ რაღაცა ძალიან ლამაზი ქუჩა ჩანს. წავიდეთ ნახოთ. გამოვედით ეხლა და აქაც ესე მორთული ძალიან ლამაზად. აქაც ქრისმას მარკეტია, მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მომზადებულები და ძალიან ორგანიზებულები არიან. კარგად აქვთ მორთული ყველაფერი. რა ვიცი, ძალიან მომეწონა. თან გადანაწილება აქვთ რა. ბევრგან არის ქალაქში ესეთი ადგილი და ყველა ერთ ადგილას არ არის შეკრილი, ანუ ხალხი არის გადანაწილებული და ეს ძალიან კაია. ვაიმე ბას, აი აქ მაინც ვარ მართალი ხო და ეს მაინც არის ტკბილეული. ხო ეგრეა. ვაიმე ღმერთო. ვაიმე. შეჭმადაგენარება ისე. აი ეხლა ამას რო ჩავკავი შარ. ნახე, სხვადასხვა ხილია ამოვლებული. ეს ციცოკა? ხო. ზოგს ეგ კომბინაციაც მოსწონს. აუ კივი და შოკოლადიც მაგრად უხდება ერთმანეთს, მაგრამ მე მგონი მარწყვი და შოკოლადი ტოპარი. კაი ვაიბია ძალიან, აი ძალიან. აქეთ გემრიელობები მზადდება, ყველა რაღაცას მიირთმევს, ყველა კაი ხასიათია. კაია ძალიან მიყვარს ესეთი სიტუაციები. რამდენიმე საათის წინ რო ერთი ცხენი ვნახეთ, აქ ნახეთ რამდენები ვნახეთ. თურმე ეს არის სტარტი რა, აქედან გადიან და ასე ირნებენ, ვისაც აქვს სურვილი, აი აქ შეგიძლია ჩაჯდე. და გიждდება ცხენებზე და აი ესე დგას, რამდენი ხანია და ათვალიერებს. როგორი სიარული აქვს. მე ფური, აი რაღაცნაირი წიგნებში რო წერენ ხოლმე და რაღაცა იმებში რო არიან ზღაპრებში რო ცხენები არიან ხოლმე, ბას, აი დიდი მკერდით ყველა კუნთი რო ეთყობათ და რაღაც მონსტრები რო კეთილი მონსტრები ცხენები, დიდი ცხენები რო არიან რა. ეგეთები არიან ყველა. მეგობრებო, კიდე რა შეიძლებოდა, რომ დამატებოდა ამ ქალაქის სილამაზეს და ამას უყურეთ. ზუსტად ეხლა დაიწყო თოვა. 900 უკლია 15 წუთი. ვაიმე შეხედე, ერთ წამში. ხო, ძალიან. აუ ამას უყურე. ულამაზესია. ძალიან ლამაზია. მოდი რა, კრაკოვში დავუშვით. აი ვროცლავი. ნახე რა დაუშვა. მოდი აქეთ დადექი. ისე მაგრად გაასწორა ეხლა ამ ხოლმე, რომ გავართ ესე არაფერს არ ვაკეთებ და აი ძალიან მაგარია რა. ძალიან სასიამოვნოა. ნახეთ უბრალოდ როგორ მოუხდა ქალაქს და რა მაგარ დროს დაიწყო. ძალიან მაგარია. მოგითხოვა ბუბი? აი მაგარია. ლამაზია ხო მოუხდა? თითქოს ახალი წელი თოვლთან ასოცირდება ხოლმე. რატომღაც არ ვიცი რა, მგონია ხოლმე რომ როცა ახალი წელი მოდის, თან უნდა მოთოვოს. გათენდა მეგობრებო კრაკოვში 28 დეკემბერი არის დღეს და გამოვედით ქალაქის დასათვალიერებლად. ჩატს დავაწერინე გეგმა დღის, რა შეიძლება რომ ვნახოთ ერთი დღის მანძილზე და დღეს მისი გეგმის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ. ეხლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკის სანახავად მივდივართ კრაკოვში და მანამდე ლამაზ ადგილებს დაგათვალიერებინებთ გზაში, რაც შეგვხვდება. ნუ იდეაში ქუჩები იმდენად ლამაზია, რომ სულ ჩართული უნდა მქონდეს კამერა, მაგრამ
რო არ დაგვიჯდეს ტელეფონი, განსაკუთრებით ლამაზ ადგილებს გაჩვენებთ. მოვედით ახლა პარკში. ადრე აქ ყოფილა თურმე კედლები და ციხე კოშკები და მე-19 საუკუნეში მოუხსნიათ, მოკლედ. ეს კედლები იყო იმისთვის, რომ ქალაქს ჭირდებოდა ხოლმე ადრე დაცვა და მე-19 საუკუნეში ჩათვალეს, რომ აღარ იყო საჭირო, მოხსნეს კედლები და გააკეთეს ეს პარკი. ვარჯიშობენ, შევატყოთ, რომ ბევრი ადამიანი ვარჯიშობს დარბიან. ეხლა ჩვენ ვართ მეგობრებო, ეგრეთ წოდებულ ფლორიანსკას ქუჩაზე და როგორც წავიკითხეთ, ამ ქუჩით შემოდიოდნენ ხოლმე მეფეები, ელჩები და დიდგვაროვნები ქალაქში და მიიწევდნენ ხოლმე ქალაქის გულისკენ. ნახეთ რა სილამაზეა, ეს იყო ალბათ შემოსასვლელი. ვაუ, ძალიან მაგარია. მაგარ ადგილას აგვიღია სასტუმრო, იმიტომ რომ აქედან ვართ ძალიან ახლოს. და პირდაპირ ცენტრში ყოფილვართ. აქ ესეთი გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს, ძალიან ლამაზი დახატებია. ნახეთ რა ფერებია. თან ესეთ ამენჩი, ნაცრისფერ ამენჩი, ესეთი სილამაზის და ასეთი ფერადობის დანახვა განსაკუთრებით ლამაზია. მოვედით მუზეუმთან, აქ ესეთი ქანდაკებაც დგას, მერკური აწერია და როგორც ნახეთ, ეს იყო ვაჭრების, მოგზაურების მფარველი და მაცნე, ასე ვთქვათ. და აი პირდაპირ ამ გზაზე დგას, თემატურადაც დაკავშირებულია ამ ყველაფერთან. თავი ფილმში გონია მართლა. აი ესე დადიოდნენ ხოლმე ადრე მეფეების ცხენებით ამ ქუჩაზე. არც გიწევს რომ წარმოიდგინო, შეგიძლია ნახო. და თან ალბათ დარწმუნებული ვარ ესეთი ცხენები ყავდათ. ახლა ცხენები ნანახი არ მყავს არსად რა. აი მარტო მართლა მულტფილმებში ხედავდი ხოლმე რაღაცა ესეთი აღნაგობის დიდ ცხენებს. ძალიან მომეწონა ეს ქუჩა, განსაკუთრებით ეს კარიბჭე და წავიკითხეთ, რომ ეს კარიბჭე არის ერთადერთი შემორჩენილი კარიბჭე შუა საუკუნეებიდან. აი აქედან შემოდიოდნენ და უკვე ეს ქუჩა არის ფლორიანსკას ქუჩა და აქ შემოდიოდნენ და მიდიოდნენ ქალაქის ცენტრში. იყო ძალის, ერთიანობის, სიძლიერის სიმბოლო, დღესაც ასე არის, როგორც ხედავთ. და რა ვიცი, დღემდე შენარჩუნებული აქვს იერი, ძალიან ლამაზად გამოიყურება. აქვე ამ ქუჩაზევე შემოვედით ადგილობრივ მაღაზიაში და ფასებს უბრალოდ ესე გაჩვენებთ, ეს თავიანთი ერთეული არის ფულის და ესე ზეპირად ვერ გადამყავს, მაგრამ თუ გაინტერესებთ, ფასები მაინც ნაჩვენები იქნება და შეგიძლიათ რომ გადაიყვანოთ. ზლოტი არის ამათი ფულის ერთეული. ეხლა ჩემი დაკვირვებით დიდი განსხვავება არ არის ჩვენს ფასებს და ამათ ფასებს შორის. ეს რა იპოვე? ხელფასები აქვს მაღალი, როგორც ნახეთ, ყველაზე დაბალ ხელფასად 3000 ზლოტი ითვლება და ხო. სადაც 7-დან 15000-მდე აქვს თუ რაღაც ეგრე დაახლოებით. აჰა. ანუ ფასები კი შეიძლება ქართულთან მიმართებაში დიდად განსხვავებული არ იყოს, მაგრამ თუნმე იმ ხელფასები აქვთ, რომ ეს ფასები სავარაუდოდ ოკეია ამათთვის რა. მინიმალურ ხელფასად 3500 ითვლება. მაშინ რა პრობლემა უნდა იყოს ახლა რომ ეს წვენი 4 ზლოტი ღირს. მე მგონი არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. ეს პრობლემა ეს 4 ღირს და ხელფასი გვაკეთესლა. ხო. ხო, ჩვენთან მეგობრებო, აი ყველანაირ საზღვარს ვართ გაცდენილები და რაღაცა აი ყველა ნორმა მოხსენით რა, ვერანაირი ლოგიკით ვერ იხსნება ჩვენი ფასები და აქ ხა ამათი ხელფასთან მიმართებაში მე მგონი რომ ნორმალურია. ვინც ეძებს ის პოულობსო მეგობრებო, მაინც მივაგენით პროტეინ პუდინგებს. ეს არის ბანანი, ბაბი. ეგრე არის. ორივე არომატს ყიდულობთ და ასევე ვყიდულობთ პროტეინ ბარს. გუშინდელი ხო საოცრება იყო პროტეინ ბარი, მაგრამ ამაზე საერთოდ სიტყვები არ მაქვს, უგემრიელესია. ამას უყურეთ, სად შევდივართ. მე მგონი სულ ტკბილეულის მაღაზია. აუ არ არსებობს ღმერთო რა სუნი დგას. საოცარი მარშმელოუს სუნი დგას. ოპა, აქ არის 64. ჟელიბონები. კასრებით რო დგას ხოლმე, ხო იცი? ეს ცოტა სხვა დიზაინია. ამას უყურეთ ხო? ხომ არ გგონიათ რომ დასრულდა? მეორე სართულიც აქვს. ეს დიდი დროხუნები დგას. და ვაიმე ღმერთო აქ საერთოდ რა ხდება? ძალიან ბევრია. ამას უყურეთ. ბას ნახე დიდი კოკაკოლები. სიგიჟეა. ვისაც გიყვართ ჟელიბონები, ეს ადგილი არის 64.
ის გამოსწრება არის. კარიბჭის გამოსწრება ქუჩაზე არის, ხო. ქუჩაზე. ეს ეთყობა ძალიან პოპულარული ქუჩაა, იმიტომ რომ უამრავი მაღაზია აქვს რა, აი ყველაფერი რაც კი შეიძლება რომ წარმოიდგინო, ერთად არის ამ ქუჩაზე. აი მეგობრებო, დასრულდა ის ქუჩა და გამოვედით ცენტრალურ მოედანზე, რომელიც გუშინაც ვნახეთ, აქ არის უზარმაზარი ნაძვის ხე, რომელიც ასევე ვნახეთ გუშინ. მოკლედ, დღის კრაკოვს მოვინახულებთ დღეს. ძალიან ლამაზი ქალაქია დღისითაც და ღამითაც. მაგრამ თუ მაინც უნდა გამოვარჩიოთ, ღამით კიდევ უფრო ლამაზია. მოვედით ახლა აქ დრაკონის ქანდაკებასთან. აი აქ დინარის ნაპირას მდებარეობს ეს ქანდაკება და ესეთი ლეგენდა არსებობს, რომ თითქოს ქალაქს ატერორებდა, აშინებდა ადამიანებს, ჭამდა მათ, ასევე პირუტყვსაც ჭამდა და შემდგომ ერთმა შეგირდის მოსწავლემ მას გამოქვაბულში შეუტყუა გოგირდით სავსე ცხვარი, რომელიც ამ დრაკონმა შეჭამა. შემდგომ ძალიან მოსწყურდა წყალი, ძალიან დიდი რაოდენობით დალია მდინარე და წყალი. გასკდა და მოკვდა. ასე დაამარცხეს ეს დრაკონი და მას შემდეგ ქანდაკება დგას. არ ვიცი რამდენ ხანში ერთხელ, მაგრამ იქიდან უშვებს ხოლმე ცეცხლს. წეღარ გამოუშვა, მაგრამ სამწუხაროდ ვიდეო არ მქონდა ჩართული. ძალიან ბევრი ადამიანი იყო გარშემო შეკრებილი, ელოდებოდნენ მაგ მომენტს და როგორც კი გადაიღეს, ეგრევე ყველა დაიშალა. რა ხდება, რა ზილაპარაკობთ აბა? რა ხდება მეგობრებო? ძალიან ცუდი მდგომარეობა ყოფილა. პოლონეთში? ცივაო. მოვედით სასტუმროში რომ შევისვენოთ და ეს პროტეინ პუდინგი გავსინჯე, ორივე გამოც გავსინჯე ის ბანანიც, მაგრამ ეს უკეთესია, ძალიან გემრიელია. წარმოიდგინეთ, ახლა არის შუადღის 4 საათი და უკვე როგორი სიგნელია. ახლა კიდე განათლება მაქვს ჩართული, მოიცა? აი ასე გამოიყურება რეალურად ყველაფერი შუადღის 4 საათზე. მოვედით გალერეასთან ისევ და ეხლა გვინდა რომ რამე გემრიელობა ვჭამოთ. ეს ავიღეთ. ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია. აუცილებლად უნდა გასინჯოთ. KFC შემოვედით მეგობრებო, გავსინჯოთ აქაური KFC. სხვათა შორის აქ თურმე არ გიზღუდავენ სასმელს. ცარიელი ჭიქა მომცა იმ გოგომ და დავიბენი მეთქი რატო ცარიელი თქო და რომელიც კიდე ჩამოასხიო და რომ იმითითა სადაც უნდა ჩამომესხა, აბსოლუტურად არავინ არ გაკონტროლებს, შეგიძლია რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ ჩამოასხა. მოგეწონა? ნორმია? მინდა. გემრიელია, უბრალოდ ცხარია. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, მეგობრებო, დღეს რაც ვჭამეთ, სოსისი ძალიან გემრიელი იყო. აი მართლა ეგეთი გემრიელი სოსისი ცხოვრებაში არ გამისინჯოს. და ძალიან გემრიელი იყო ასევე KFC-ც. ყველაფერი მომეწონა. რაღაც სათხესასწაულო მსვლელობა ხმა შემოგვესმა და წამოვედით ახლა ყველა მაინც მიდის ნახეთ. იმდენი ვიარეთ სადღაც ქალაქის ბოლოში ვართ და ეხლა ვცდილობთ რომ ისევ ცენტრში შევბრუნდეთ და ეს პარკი ყველგან არის. სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ეს პარკია. როგორც ჩანს მართლა ძალიან დიდი ყოფილა. ნახეთ რა ვნახეთ მოლში. ოლიმპი. დანამატების მაღაზია, ეხლა უბრალოდ დაკეტილია და ვერ ვნახავთ პროდუქტებს. ბას, ბანერია. მოვაგენით ბანერიდან მარჯვნივ წამოვედით, როგორც მიმართულებას აჩვენებდა, მაგრამ დაკეტილია. ოქ. მიდი ბოდარა, მიდი. აი პრიალე. ხო არის რაღაც მთელი ცხოვრების მანძილზე უკავიო რაღაცამდენ კილოგრამ პომადას ჭამსო. ხათოზე არის რაღაცამდენ ტონა პომადას ჭამს ალბათ რა. მასე რა. შეჭამს უბრალოდ მთელი ცხოვრების მანძილზე 24 შვიდე გისვიებას და 24 შვიდე იმატებ.
ოქო რა ლამაზი ხარ გოგო. მოგოცი ახლა. ლამაზი ფოტოები გადამიღო პატამ მოლში და ცოტა ისეთი ფოტოები მინდოდა ძალიან გადაფუძნული რო არ ვიქნებოდი ყველა ფოტოში კურტკაში ვარ გახლავდი და ეხლა მიხარია რომ ცოტა ამოსუნთქული ფოტოებიც მაქვს. მოვედით ისევ იმ ადგილას, სადაც გუშინ მივირთვით. ეს საქონლის ხორცი ავიღე, ბრინჯთან ერთად სალათი, კარტოფილი და ქათამი. პატამაც დაახლოებით იგივე შნიცელი აიყო და აი ეს რაღაცა უნდა გავსინჯოთ, გუშინაც გვაინტერესებდა. და ეხლა დღეს გავსინჯოთ. საჭმელები მოგეწონა ესე იგი, ხო? რა, იბრიელები. ყველაფერი. რას გავსინჯი აქ? ყველაფერი ძალიან მომეწონა. ყველაფერი უგემრიელესია. ეხლა ვართ მაღაზია ზუბკოში და აი ძალიან გავსწორებული მაღაზიაა. ძალიან ბევრ გადავინახეთ რა, როგორც შეთან არის ორი ნაბიჯი, მე მგონი ეგრეა. ძალიან დიდხანს მუშაობენ გვიანობამდე. ნახე რა უცნაური სასმელები აქვს. ეს ჩვენავარჩია თუ შაქრო არის. მაგრამ ძალიან ბევრნაირი შეფუთვაშია. ნახე ეს როგორი ლამაზი რედბულია. კი. და ნახე ეს ლეოპარდის პრინტით როა. კიდე ესენი ძალიან ლამაზებია. ისეთი საინტერესო შეფუთვებია, რომ ყველაფერს გასიჯობოგილება. მოდი აქაც ნახე. ნახება. პატარა ისინი, ვებქუნები. ჰელო. ეს არის 29 დეკემბერი. ეხლა გვქონდა ჩეკაუთი, გამოვედით სასტუმროდან დილის 10 საათია. და მივდივართ დღეს ვროცლავში. გადავწყვეტეთ, რომ ჩამოსვლისას სამი ქალაქი გვენახა, ერთი კატოვიცე, სადაც ჩამოფრინდით, ბოლო დღეს ვნახავთ მაგას, კრაკოვი, რომელიც უკვე მოვინახულეთ და დღეს მივდივართ ვროცლავში. ნახოთ, როგორი ქალაქი იქნება. საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და სწორად მივალს. ეხლა პირველ რიგში მივდივართ სადგურზე, საიდანაც ჩამოვედით და იქ უნდა ვნახოთ, რომელი მატარებელი მიდის ვროცლავის მიმართულებით. ბაი კრაკოვ. ძალიან ლამაზი იყავი. ჩავსხედით მეგობრებო, ასე გამოიყურება ჩვენი მატარებელი. ძლივს გავთბით 2 საათი ვიყინებოდით გაჩერებაზე და რაღაც ვარჯიშებს ვაკეთებდით, რომ ძალიან არ შეგვცივნოდა. 3 საათი მგზავრობა გვაქვს წინ. წავით. მე და შარვი ესე დავსხედით ერთმანეთის პირისპირ. და წამოღებული მქონდა ჩვენი ნაყიდი კარტი და აბა ვინც ხართ ჩემი ბლოგების აქტიური მაყურებლები, ეხლა გამოჩნდება როგორი მეხსიერება გაქვთ. აბა თუ გახსოვთ, სად ვიყიდეთ ეს კარტი? დაგვიწერეთ კომენტარებში. ხო, კომენტარებში დაგვიწერეთ, ვის გახსოვთ, სად ვიყიდეთ. ჩამოვედით, ვროცლავში ვართ. ეხლა უნდა გავიკვლიოთ გზა სასტუმროსკენ. ასე გამოიყურება შუადღის 4 საათი ვროცლავში, რომ გამოდიხარ უკვე ღამე გეგონება. აუ რა ხელა დაიყვირა იცით და გავიხედე და ხინკალი ეწერა. გამისკდა. რაღაც ქართველი იქნება, დახმარებავთ ხო და. აუ კაი. მოვედით მეგობრებო, ახლა მოვედით ჩვენს ნომერში, ცოტა ხანი დავისვენებთ, იმიტომ რომ ძალიან დაღირები ვართ. თავარია რომ სასტუმრომდე მოვედით და მერე გავალთ და დავათვალიერებთ ღამის ვროცლავს. ნუ ღამე 5 საათია შუადღის, მაგრამ უკვე ღამეა. ვინ თქვა პოლონეთში პროტეინ პუდინგები არ არისო? შემოვედით ახლა დიდ მაღაზიაში და საკმაოდ დიდი არჩევანია. სხვათაშორის ამ მაღაზიას ქვია ჭიამაია. და ეგრო დავინახე და ლოგოზეც რო ჭიამაია იყო, მაგიტო შემოვედი და მაინტერესა. აბა შევხედოთ, 20 გრამი არის ამაში. აუ რა ლამაზი შეფუთვებია რა. ჩვენი ფავორიტი კუთხე, პროტეინი 21% არის შემცველობით, 1.79 იღებს. ეს ორი ავიღე, დამატებული შაქრის გარეშეა. უგემრიელესია. ძალიან კარგია. კბილით არ უნდა დაგვეწყო, მაგრამ იმდენად ხშირია რომ ვერ მოვიცმინეთ. ნახეთ რა დავინახებ. სპორტ-დარბაზი. საკმაოდ დიდია, ნახე 2 სართულია ბა. ქვემოთ კარდიო ზონა, ტრენაჟერის ისე. ოპა, შემოვედით უკვე ცენტრში. ეხლა ნელ-ნელა მივიწევთ წინ. რაღაცა ძალიან ლამაზი განათებები ჩანს. რა ლამაზია. ესეც მთავარი ნაძვის ხე. გარშემო საშობაო სოფელი. ძალიან ლამაზია. ამას შეხედე. ისეთია რაღაცა. სადა. მაგრამ ძალიან ლამაზი.
ძალიან ლამაზია. საახალწლო სოფელი არის ძალიან ლამაზი, აქაც კარგი გადანაწილება აქვს და ეთყობა ნაკლები ხალხია, იმიტომ რომ ბევრად უფრო თავისუფლად მოძრაობთ რა. იქ უკვე საცობი იყო გუშინ და აქ ჩვეულებრივ თავისუფლად დავდივართ. მეგობრებო, ეს ავიღე. არის ქათმის ხორცი. დევს ურში და უამრავი რაღაცა აქვს ზემოდან. და მე და პაატა ვარკვევთ, როგორ უნდა ვჭამო. ჯერჯერობით ვერ გამოვარკვიეთ. ხოლო პაატამ აიღო ის სოსისი, რაც ვჭამეთ გუშინ და გადავირიეთ, ისე მოგვეწონა. მეც ეგ მინდოდა, მაგრამ ხო ის თაი გასინჯვები მიყვარს ძალიან და ეს არის საუკეთესო მომენტი ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც უკვე აიღე შენი საჭმელი და ეხლა დასაჯდომად მიდიხარ რომ ჭამო. დავტოვე მეგობრებო, პაატამ გამასინჯა თავისი სოსისი და ბევრად უფრო გემრიელი იყო ვიდრე ეს. ამიტომ ვეღარ გავაგრძელე ჭამა და ეხლა მოიტანა ეს უზარმაზარი ჩებურეკი, რომელსაც გემრიელად შევჭამთ. აქედან 5-ია. და კახეთისკენ რომ მიდიხარ, მან საცხობში ვჭამ, 10-დან 10-ია. ეხლა კი ჩვენს მიერ ნაყიდი პუდინგი მაღაზია ჭიამაიაში. არა სტრუქტურა არ აქვს რაღაც ისეთი. შოკოლადის მუსი რო აქვს ვალიოს, ეგეთი სტრუქტურა აქვს, ნახე. ეს რა თქმა უნდა არჩია შოკოლადის პაატამ და ეს ავარჩიე მე. ხო და ყველა ვიცით ახლა რომ კრახით დასრულდება, იმიტომ რომ მე კარგ გემლებს ვერ ვარჩევ ხოლმე, უბრალოდ ტესტავ. არ გინდა ხო? აუ გა 5 წელია მოკლედ რაც მე და ხათო ერთად ვართ და ყოველთვის ესე თუ სადმე შევდივართ ხოლმე რაც არ უნდა ავარჩიო ყოველთვის ჩემი გემრიელია რა ამა რაც არ უნდა არჩიოს არა ხო იცის რომ ეს რაღაც რასაც მე ვჭამ უეჭველი გემრიელია იმიტომ რომ მე თუ არ ვიცი რომ გემრიელია ესეთ ყოველდღე არ ვიღებ არ ვტესტავ ეს ყოველთვის ცუც იღებს მე მართმევს თავის თუს მაჭმევს და 5 წლის მანძილზე ერთხელ არ ყოფილა ცდა ჩაეტარებინოს რაღაც აერჩიოს და ის გემრიელი ყოფილიყოს აუ მე არ ვფიქრობ ხოლმე რომ გემრიელი აღიარებ თუ არა ამას შენ აღიარებ თუ არა კი მე არ ვიფიქრე რომ ეს გემრიელი იქნებოდა უბრალოდ მე ვარ დანახვის ჭია всё დაინახა უნდა და მაგიტო ავიღე თორე არ ვფიქრობ ეგ შოკოლადი ვიცოდი რა გემოც ექნებოდა და ზუსტად ისეთი კაი გემო ქონდა და ეს რო არ ვიცოდი გავტესტე და აჰა ტესტები ხო ხენავ არა მართლებს შემოლამაზო კიდე გავტესტავ მაინც აქ ამოვედით ზემოთ და ნახეთ რა ლამაზი ხედი იშლება. აუ ძალიან ლამაზია. რა ლამაზი რაღაცაცია, მაგრამ თან მეწოდება, იმიტომ რომ ძალიან ცივა ამ რაღაცისთვის. გამოიცარით რა ხდება? თავს! მაგრამ დაიწყო. ბას, რა მაგრად დაგვერთ ხო ორივე ლოკაციაზე? ძალიან მაგარია. ნახეთ რა ლამაზი ატრაქციონი ვნახეთ აქ. თან ამ თოვაში ძალიან ლამაზად გამოიყურება და მე და პაატამ გადავწყვეტეთ რომ დავიჯდეთ. აი, თუთიკეთ. ავედით! მაგარია. იმ ბიჭმა გითხრა რომ იქ პედალს რაც უფრო მეტად დააწოვეთ, მე უფრო ზემოთ ახვალდა და ჩვენად ფონდე დავაწექით. აუ მაგარია! ჩავეშალდავლა? ოპა! არა მაღლა მომწონს. ეს რა არის? გარჩუნდება. აი, ხაზინავს. Jeszcze tu jesteście? Wcale mnie tu nie dziwi. მოკლედ პატარა ბავშვი მოვიყვანე და ჭიქაში უნდა რომ ფოტო გადაიღოს. აქ ხო იკატავა ატრაქციონზე. ეხლა აქ უნდა რაც ბავშვობაში ვერ ავიხდინე სურვილებიო, დიდობაშიო. ყველაფერში უნდა ჩავჯდე და დავჯდეო. ზუსტადად. მართალი ხარ ვადარა. ისედაც ლამაზი ხარ, ჩემო ლამაზო, არ გინდა ჩანთა შიგნიდან გაკ. ბობი არ გიჩმოვენ ჩემო ლამაზო. დიდი ხანია ხო ესენი არიან და არ ჩამოვიდნენ ჭიქიდან. აი მუნები.
ნახეთ რა ვიპოვეთ აქ. ხინკალი. ქართული საზარეულო. ჩვენი დროშა. ხინკალი, ტოლმა, ქათამი. საშიშად გამოიყურე მომგელი. ახლა ზღაპრული რაღაცეებია. მოკლედ მეგობრებო, ორივე ქალაქის საოცრება იყო მართლა, მაგრამ ასეთი მორთულობა კრაკოვში არ ყოფილა რა. აი ზღაპრის პერსონაჟები და მულტფილმები და იქით ის იყო მძინარეზე თუ ნახავი წითელქუდა. აქ რა ხდება ბას? მოკლედ ძალიან მაგრად აქვთ გაკეთებული ყველაფერი რა. ნახეთ უბრალოდ რა სილამაზეა. ძალიან მომეწონა, აი ძალიან. რა არის მობი? ამაზე დაშობა და რა. ამაზე? ამაზე? არა, ეს არ მომწონს. ამე ვერ უმუღამებდი. ბავშვობაში გიჟდებოდი ფერად პოპკორნზე. არა, შენ გონია ის მომწონდა გემო უბრალოდ აი ფერადი რო იყო? ხო, თორე. გემო არასდროს ქონია საოცარი. გებდი რა. ტკბილი იყო უბრალოდ შაქრის გემო ქონდა და აუ, ხალ ვიყიდოთ რა. ბევრნაირები აქვთ აქ, ტკბილია ეს ფერადი ვერსია ხო ვიცით რაც არის. სლონია წერია ამას და რომ მივხვდეთ ინგლისურ ენოვანი ხალხით სოლთი აქვს მიწერილი ქვემოთ. ნუტელა, კინდერ ბუენო, კარამელი და ჩიზი. ჩვენ გვინდა სოლთი. კაკია. მიყვარს ახალი წელი შარვი. ბავშვური წვეულების ასრულება. აქაური სახალხო სოფელი უფრო მომეწონა. არა, იქ უფრო გუგუნი იყო. იქ უფრო გუგუნი იყო, მაგრამ გონი აქ უფრო გავერჩე. ანუ აქ ლამაზია. ეს რაღაცები გვაფი არ იყო. ატრაქციონები ბევრია. იქ ატრაქციონი არ იყო. მარტო ნაზუსტად ატრაქციონი იყო. გალერეასთან. ანუ უფროსებისთვის კრაკოვი, ბავშვებისთვის ვროცლავი. ჩვენთვის ორივე. ვისაც ჭამა უყავს გემიელი ჭამა, კრაკოვი. კრაკოვში მაგარი რაღაცები. აუ საჭმელები იყო. ჭამეთ იგივენაირი ჭამეთ. კრაკოვში და უბრალოდ იქ აქ უკეთესი იყო. საით წავიდეთ? აქ ლამაზია. წამ. აუ მართლა ძალიან ლამაზია. ამას უყურეთ. თენის აღებუა დავდივართ და ვერ ამოვწურეთ. ეხლა მოვდივართ და ეს ადგილი აშკარად არ გვინახავს. ვაუ. ძალიან მაგრად აქვს მოწყობილი, აი ძალიან. გაჩენდა მეგობრებო და ჩამოვედით დილის საუზმეზე. მე ავიღე 2 კვერცხი, ოლივიეს სალათი, სენდვიჩი, აქ არის კუსკუსის სალათი და ბარდის პასტა, რომელიც არის უგემრიელესი. აქ გვაქვს ცოტა სალათი, კვერცხი, ბადამა იყო, დამატებით სოსისი. ჩემგან განსხვავებით, აქ გვაქვს წვენი და კაპუჩინო. გემრიელად მივირთვით და ეხლა მივდივართ დღისითაც უნდა დავათვალიეროთ ვროცლავი. მოვედით აბა ეხლა დასათვალიერებლად და ულამაზესია ყველაფერი. დღისითაც ძალიან ლამაზი ქალაქია. გადაგიყო? მეგობრებო, ჩვენ დროშას ხედავთ. ანუ არ ვიცი რას მივაწერო, მაგრამ 3 ობიექტი ვნახეთ უკვე ქართული სამზარეულოს. ძალიან უყვართ ესე იგი პოლონელებს ქართული სამზარეულო და ვერც გამტყუნებ, რავი, რამდენი სამზარეულო მაქვს დაგემოვნებული და ჩვენნაირი მართლა არც ერთი არ არის. მოვედით მთავარ მოედანზე. აი, ესეც მთავარი ნაძვის ხე გუშინ რო ვნახეთ. ესეთი ფერადი შენობებია წინ ნახეთ, სულ ფერადი. გუშინ ვერაფერი ვერ შევამჩნიე ამ სახელმწიფო განათებების და საშუალო სოფლების გარდა იმდენად ლამაზი იყო, რომ შენობებისთვის აღარც შემიხედავს და დღეს უკვე ვათვალიერებ. ძალიან ლამაზია. ნახეთ, სულ ფერადი შენობები. აი აქ გავჩერდით მეგობრებო, იმხელა არჩევანი იყო და ისეთი ლამაზი ბეჭდები იყო, რომ ძალიან მინდოდა რომ ერთი მაინც ამეღო და იმდენ ხანს ვიფიქრე, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს ხოლმე სამკაურის არჩევა და ბოლოს ეს ულამაზესი მოდელი ავარჩიე. თან ეს ავიღეთ ყვითელში რა. ხო და ამ გოგოს ვკითხე რომ მეთქი ლურჯ ფერში არ გაქვს, მეთქი ამ მწვანეში თქო და ახსოვდა რომ არ ჰქონდა, მაგრამ იმდენი ვეძებეთ რომ ჩვენ თვითონ ვიპოვეთ. ხო ლამაზია. და მიყიდა. მოჭოს. ჩვენ გომოგზავნა ბადარა. იდუკები გაგეღინა. Go. Ciao. Thank you. ამას რო შეჭამ,
სადაც არ უნდა იყო, ყველგან დაიჯერ Wi-Fi-ს. კიდევ ერთი პროტეინ ბარი გავტესტეთ და ესეც უგემრიელესია. ეხლა ვართ მეგობრებო ეგრეთ წოდებულ კათედრალის კუნძულზე. ქალაქიდან ესე ცენტრიდან წამოვედით და ამ წითელი ხიდით გადმოვედით და გზა გრძელდება აქეთ. ეს ხიდი ძალიან ლამაზია, საღამოს განათებული ყოფილა და საღამოს თუ ნახავთ კიდევ უფრო ლამაზია და ქვია სიყვარულის ხიდი. Z-block ლომები ჰქონდა და ინიციალები ჰქონდა სხვადასხვა წყვილის. აქ ესეთი ულამაზესი კუნძული გვაქვს მოწყობილი. აქ არის ძალიან ბევრი ეკლესია და კათედრალი ერთ სივრცეში, ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის და ეხლა ვეცდებით რომ დავათვალიეროთ. ამ მდინარეზე შესაძლებელი არის ასევე ნავებით გასეირნებაც. და ეს ყველაზე ლამაზი სიმბოლო არის იოანე ნათლისმცემლის კათედრალი. ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება. გოთიკურ სტილში არის ეს ტაძარი და ძალიან ლამაზია. თურმე იქ ზემოთ კოშკზე ასვლაც არის შესაძლებელი. საოცარი ხედი იშლება. ნახეთ აქაც არის ესე ფოფლომები. ისე ჩვენ ეს არასდროს არ გაგვიკეთებია. არასდროს გამხსენებია. ფოტოები გადავიღეთ მეგობრებო და ხელებს საერთოდ ვეღარ გრძნობთ ერთ-ერთი, მაგრამ თან ვცდილობ რომ ვლოგიც გადავიღო. აი ძალიან ცივა. აუ ნახეთ რა ლამაზი ხიდია. წავიკითხე სტატიაში რომ ეს კუნძული თავისი ხიდებით არის ცნობილია და მართლაც ძალიან ლამაზი ხიდები გვხვდება. ისე ცივა და ისეთი გაყიდულები ვართ. თან მინდა რომ გირჩიოთ რომ გაზაფხულზეა შემოდგომას მოდით, იმიტომ რომ ძალიან ცივა, მაგრამ ისეთი საშობაო სოფელია და ისეთი მაგარი განწყობაა საშობაო, რომ მე მგონი ჯობია რომ გაიყინოთ, მაგრამ ამ დროს მოხვიდეთ. შემდეგი ლოკაცია არის ეს ჰალა ტარგოვა, ასე აწერია და არის რაღაცა ბაზარი, მარკეტების ერთობლიობა. შევიდეთ აბა ვნახოთ. პატამ თქვა რომ ძალიან ისეთი ვიზუალი აქვსო. ბუდაპეშტში ბაზრობას ჰქონდაო და ზუსტად ეგეთი არ არის? ბაზრობა არის რა. კვების სექტორია? აი იქით. წამონახოთ რა აქვთ. ეს რა არის ბა? იცით როგორ მიყვარს ისეთი ხილის და ბოსტნეულის და ზოგადად ისეთი რაღაცების დაგემოვნება, რაც არასდროს გამისინჯოს. აი შეკვეთის დროსაც ისეთ რაღაცებს რო უკვეთავ ხოლმე, რაც არასდროს დამიგემოვნებია, მაგის გამოძახიდია რა. მეორე სართულზე ამოვედით, ეხლა გვაინტერესებდა რა ხდებოდა. აქ შედარებით უფრო სიცარიელეა, ბევრი თავისუფალი სივრცეა და ზემოდან შეგახედებთ ეხლა ბაზრისთვის. ნახეთ. ოი რომ ხელა. ბუდაპეშტის უფრო დიდი იყო, მაგრამ ესეც არანაკლებია. როგორც ყოველთვის მე და ჩემი იდეები მეგობრებო, ქალაქიდან წამოვიყვანე პაატა, გამოვედით ცოტა უფრო გარეთ, ალბათ გარეუბანში ვართ და მოვიყვანე პარკში. კაცი შვილის ჭაჭანება არ არის, ვართ მხოლოდ ჩვენ. გადამწვანებული კადრია უბრალოდ, აი უკან იმ ხელაზე იმდეს ისეთი სიმწვანეა, დაბლა ხრიოკიც კი არ არის თოთ. მიდი ბას, მიდი ვარჯი შეირბინე. კარგი ბადრა სირცხვილია წინ, აი სავსე არის ხალხი დასდა გიყურებს უბრალოდ რომ ვინები არიან ეს გიჟებიო. აგე კიდე ერთი ჩვენაირი წვილი. ესეც უოჭველი იმ გოგომ წამოათია. მე წამომიყვანა ლამაზი ხედებიდან, ქალაქიდან, რაღაცას ვათვალიერებდი, ხედავდი მაინც და ხეს ხო სოფელშიც ხედავდა იმას რა ქვია, მთაში წავალ ხის სანახავად. ბროსლავში სხვანაირი ხეებია. მოვედით ტბასთან, რომელიც არის გაყინული. თან პაატაც ნელ-ნელა გაერთო მე მგონი. იქ ჩიტის სახლი დაინახა. მერე ჩვენ ვნახეთ ნომრები აწერია ხეებს და ერთ ხეს ეწერა 127.482 და წარმოიდგინეთ ხალხო, ანუ 130.000-ზე მეტი ხეა ამ პარკში. ყველაზე მინიმუმ. ანუ ორი წყვილი ხო ვართ რა წერა რომ დაგანახეთ ჩვენთან ერთად მოვიდეთ ხო და ეხლა გავხედეთ და ის ბიჭი ზუსტად მაგას ცდილობს რომ რაღაცა იპოვოს, ჩააგდოს ამ მდინარეში. კი არა და ტბაში და იქნებ გატეხოს. იქნება რა გვაინტერესებს რამსის ქეყინულია. ხო და ეხლა გადავდით რა იმ კაცებს ყველას ერთნაირი ინტერესი როგორ გაქვთ მეთქი. აჰა. არ მინდოდა პარკში შემოსვლა, ძალით შემომიყვანა ხათო. ვერ გავიყვანე რასაც ქვია. აი მაგ დავიღავ. თოგინა დადექი და დაიკვაყოფილე ეგ ინტერესი. ვაიმე ბასარგინა. აუ აქ ციგურები ვისაც აქ რატო არ მოდიან? არის რაღაც ციგურები და ეგეთი რისკი არ უნდა გაწიო მაგრამ. აუ იცით როგორ მომწონს ეგ ჰობი, აი გიჟდები, ძალიან დიდი სიამოვნებით ვისწავლდი. ულამაზესი სანახავია, აი ულამაზესი.
არასვენებს გამჩენი. გამოდი თქვა. არც არ მოდივარ მე. არ მაინტერესებს მე? არც არ მოდივარ. ძალიან ბევრი ვიარეთ, მთელი პარკი გადმოვჭერით. ეს არის თეატრის შენობა და ამოვედით ნახეთ პირდაპირ ზოოპარკთან. აი, ზუა კაწერია. ოღონდ მე და პაატა არასდროს არ შევდივართ ხოლმე ზოოპარკში. ასე რომ წავალთ ახლა უკან. დაველოდებით ტრამვაი უნდა მოვიდეს 2 ან 10 ნომერი. საუბარში გავერთეთ და ვერ შევამჩნიეთ, რომ საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდა ჩვენი ტრამვაი. დაველოდით როგორ განვითარდება მოვლენები. ცოტა ვიბოდიალეთ თუ ბევრი აღმოჩნდით აი აქ. არ ვიცით რა არის, მე მგონი პასაჟი აწერია თუ რაღაც ეგეთი რა, ძალიან დიდი მოლივით არის. ხო და ამ დღეებში ჩვენ მოლი არ გვინახავს რა, აი გალერეა როგორც იყო კრაკოვში, ეგეთი არაფერი არ გვინახავს და გვაინტერესებდა ძალიან. ეხლა რომ დავინახეთ ტრამვაიდან მეთქი, ჩავიდეთ ესეც ვნახოთ ბარემ თქო და ჩამოვედით. ნახეთ რა ლამაზია. აუ, კაი დიდია ბას. იუროშე, ჯერ ვერაფერი ვერ დავათვალიერეთ, მოლში პირველ რიგში ამოვედით მესამე სართულზე, იმიტომ რომ ძალიან მოგშვევდა 5 საათია და დილის მერე აი საუზმერო გქონდა სასტუმროში, მაგის მერე არ გვიჭამია და ეხლა ჯერ შევჭამთ და მერე დავათვალიეროთ. ესეთი კვების ობიექტი ვნახეთ, აი უამრავი საკვებია, ძალიან ბევრნაირი. საოცარი მრავალფეროვნება არის, ნახეთ, გახებთ ყველაფერი და უნდა აიღო ესეთი დიდი თებში, აიღო ნებისმიერი საკვები და მერე წონით გეტყვიან ფასს რა. ასე გამოიყურება მეგობრებო იმ ადამიანის თებში, რომელიც ვერ გადაეჩვია რაღაცების გატესტვას. ესეც სხვა თებშიდან ავიღე, ესეც, ეს სალათი ცალკე იყო, ეს ცალკე იყო, ეს პასტაც ცალკე იყო, ეს სალათიც ცალკე იყო, ეს ცალკე ქვაბიდან ამოვიღე. ეს ბრინჯი და ეს ბრინჯი განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე ეს ორიც განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს კიდე რაღაც სხვა არის. აი, ყველაფერი მაინტერესებდა და თან ძალიანაც არ მშია რა. უფრო აი იმ სოსისისთვის ვინახავ თავს საღამოს რო უნდა ვჭამო და არ მინდოდა გადავსება. აბა, შენი თებშის შესახებ მოგვიყევი, რა ხდება? ბევრი რაღაცები ავიღე, გასასინჯად სუში ავიღე, ფათამია, ორაგულია, ბლინი არის, აქ საქონის ხორცია, ბრინჯია და ფრი. როგორი მოყოფილი ხარ ბობი? რა აიღე ჩემგან გასხოვებული? ყველაფერი ძალიან მომეწონა მეგობრებო, ყველაფერი შევჭამე როგორც ხედავთ, პაატასაც ძალიან მოეწონა და ცოტა ხომ მქონდა დაწყობილი და მეგონა რომ სულ უკაც შევჭამდი, მაგრამ ერთიანობაში იმდენი გამოვიდა, რომ ძალიან ბევრი გამოვიდა. პაატა დამატარებს მეგობრებო შოპინგზე, ეხლა ვართ ნიუ-იორკერში. ფასები თითქმის იგივეა რაც ჩვენთან. მე აქ ახალი ტუსიკების არჩევის პროცესში ვარ. პაატა დაიხარა. ყველა ქალიც ერთნაირი ვართ საბოლოოდ. ეხლა მე რო რაღაცა ავარჩი, ამასაც ხო უნდა ეყიდა და. კაია, ამოვედით ეხლა შემდეგ სართულზე და დავინახეთ ოლიმპის მაღაზია. გახსოვთ იმ დღეს რო ვიყავით და უკვე დაკეტილი დაგხვდა. აი, ეხლა ყია. 3 ცალი შოკოლადი ვიყიდეთ. მანახევა ჩვენო. ეს არის კოლაგენი, არის შოკოლადის არომატით, ეს არის პროტეინ კრისპი, აუ, ეს ძალიან გემრიელია. ეს გასინჯული მაქვს და ეს ნემო ყველაზე გემრიელი. ზერო. ჟოლოსი, რომელი გავსინჯოთ ჯერ? კოლაგენი. ოკეი. მე უკვე აღარ ვიტყვი, რომ ძალიან გემრიელია, იმიტომ რომ შევაწუხეთ ეს ხალხი. ყველაფერზე მაგის ძახივით, მაგრამ ძალიან გემრიელია. ეხლა მოვედით მეორე მაღაზიაში, Biotech USA. მე მომწონდა შოკოლადი პიტნასთან ერთად, მაგრამ ის აღარ შემოდის, იმიტომ რომ ბევრს არ მოსწონდა ძალიან და გააუქმეს მე მგონი. ამიტომ ეს ავიღოთ. ეხლა უნდა გავსინჯოთ რაღაცა ესეთი, უბრალოდ აი ასეთი ფორმით. ეხლა ჩვენ გვგზავნებთ რაღაცა соуსი წაუსვა. Thank you. რა არის ბაბი ეს? მოდი პირველი პაატას გავასინჯოთ. არა, პირველი შენ გასინჯებოდა რა. მოდი მე გადაგიღებ. მიდი გადარავა გასინჯე. ყველია? გემრიელია. ყველია კი და რაღაცა ჟავე соуსთან ერთად არის. შებოლილი სულგუნია. შებოლილი სულგუნია რაღაცა ოთრევასთან ერთად. 10-დან 10 იყო მეგობრებო, აუცილებლად, აი აუცილებლად უნდა გასინჯოთ. რა საკეთებოდა რა? ხო. არ შეხარ ჩემზე დაკლები ბავშვი. კი ხდება ჩემო სიყვარულო. ფერებში ხარ ზუსტად. აი ესეთი მინდა მეც.
Thank you. როგორც იქნება შეიძლება მოაღწია ხო ბას? ცხელი იქნება ეგრევე არ ჩაკბიჩო. დაიგეთნენ. ბოლო ვიყავ. აუ ტიპები 17 ლარად ყიდიან ერთ სალ კარტოფილის და იმენა რიგი უდგათ. ეს იყო 10-დან 5. ერთხელ გასენჯვა დღირს რა, მაგრამ მეორედ აღარ მომინდება. და აი მოვიდა სოსისის დროც. ძალიან კაი დღე იყო. მთელი დღე გარეთ ვიყავით, საკმაოდ დავიღალეთ. ეს ჩვენი სასტუმრო. შემოგიერთდებით ხვალიდან. დღეს არის 31 დეკემბერი 2025 წლის ბოლო დღე. და გამოვედით ისე ვროცლავის ქუჩებში, ვათვალიერებთ ესე მოხატულ კედლებს, დავდივართ თუ რაიმე დაგვრჩა სანახავი, ვეძებთ რომ ნახოთ და საღამოს საათებში წამოვალთ უკვე კატოვიცესკენ. ჩვენ არ მოგვიყოლია თქვენთვის აი ამ ჯუჯების ისტორია, უკვე ძალიან ბევრი შეგვხვდა ქალაქში და თურმე ეს ჯუჯები არის მშვიდობიანი პროტესტის სიმბოლო. ერთ-ერთი ოპოზიციური ჯგუფი ესე კედლებზე ხატავდა ხოლმე ჯუჯებს 1980-იანი წლებიდან და მერე უკვე 2001 წელს დადგეს ესე პირველი ჯუჯა. დღეისათვის როგორც ნახეთ არის 600-ზე მეტი ჯუჯა და ყოველწლიურად ემატება რამდენიმე. და თურმე თამაშიც არის ტელეფონში შეგიძლია გადმოწერო. იქ არის რუკა, სადაც ამ ჯუჯების ლოკაციებია მოცემული და შეგიძლია იარო, ნახო ეს ჯუჯები და ფოტოები გადაიღო. და მე ამ თამაში ატვირთ. ხო. ყველას ძალიან მოეწონა, ყველგან სადაც ხედავთ ხოლმე, ეგრევე ამჩნევს და ყველასთან მიდის და ესე ახლოდან ნახულობს. ეხლა ქალაქის ცენტრს უახლოვდებით და უფრო მომრავლდნენ. თან წავიკითხეთ, რომ ყველანაირი პროფესიის ჯუჯა შეგვხვდება. ეხლა ესენი მუშაობენ მაგალითად, გუშინ ვნახეთ წიგნებით ხელში, სპორტსმენი ჯუჯები ვნახეთ და ასე შემდეგ. ნახეთ აი აქ საშობაო სოფელთან რამდენია. 1 2 3 4 5. ეს არის პატას ფავორიტი ჯუჯა. მაგარი საყვარელია. პირდაპირ ნაძვის ხის წინ არის. ძალიან მაგარია ეს ჯუჯები, იცით რამდენი ადამიანი უღებს ფოტოებს? პატას ყველა აინტერესებს, მიდის ახლოდან ნახულობს. ძალიან საყვარლები არიან, რა შეხედა ისეთები არიან რა. ისევ თოვა დაიწყო მეგობრებო. რაღაცნაირი თოვა იცის, აი შრალი რაღაცნაირი და ძალიან ლამაზი. ერთმანეთს გადაუყეთ ნაძვის ხესთან ფოტოები რა, იმიტომ რომ აქ ხო ძალიან უეცრად იცის თოვის დაწყება, მერე შეიძლება გადაიღოს და ყინუა თან არციო და ხელს ხო. გეგონება იმაში საყინულზე ყინულს ჩავეყოფილისო. ხო და აი მაგრად ცივა და ორივეს გაგვეთოშა თითები, რასაც ქვია, მაგრამ ფოტოები არის ულამაზესი, ამიტომ ღირდა. ვინაიდან გავიყინეთ, ავიღეთ ახლა ცხელი სასმელები, მე ავიღე ჩაი ჟოლოს დრესინგთან ერთად, თუ რაღაცა ეგეთი ეწერა და არის უგემრიელესი, აი ესეთი გემრიელი ჩაი ცხოვრებაში არ დამილევია და პატამ აიღო milk chocolate და ასევე არის უგემრიელესი. თან ხელებს ვითბობთ, თან შიგნიდან ვთბებით. თოვლიანი ვროცლავით ვნახეთ შავრ. ძალიან ლამაზი. ძალიან უხდება რა სახალხო განწყობას თოვლი. საერთოდ სხვა ხიბლი მისცა. მართალია ბოლო დღეა, მაგრამ მაინც რა, ვნახეთ. მოვუსწარით და ვნახეთ. აუა, ვერ აღიქვამს ვიდეო, მაგრამ მაგრად დაუშვა. ძლივს მოძრავ. აი აქ ჩამოვდივართ ხოლმე ბოლო გაჩერებაზე და წინ არის ჩვენი სასტუმრო. ეხლა წავალთ, ჩავალაგებთ ჩვენს ნივთებს და წავალთ უკვე კატოვიცეში. ეხლა გაჩვენებთ რამდენის ჩაცმა გვიწევს პოლონეთში, ნუ მე მიწევს, რო არ გავიყინო. 1 2 საკმაოდ სქელი ნაკსოვი, ასევე საკმაოდ სქელი ეს სპეციალური გამოწერილი დათბილული არის, ამ შიგნიდან ეს და შეეხება ქვემოთ, ეს არის სპეციალური დათბილული კალგოტკა, ეს არის კიდე უფრო უარესად დათბილული, ანუ ეს ისეთი სქელია, რომ ძლივს ვამოძრავებ ფეხებს და ამის გარედან ეს. ქვემოთ მათვია 2 ნასკი, ქუდი
კაშნი და всё. ბატონი პაატა, თქვენ რითი ხართ წარმოდგენილი? და მაიკა. ორი რაღაცა აწვია. მეგობრებო, ხო ვერ ვინძრევი ცოტა ზედმეტად, მაგრამ თბილად რო გაცვია, ძალიან მაგარია. ვაფშე ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ვათვალიეროთ რამდენიც გინდა. სადაც გინდა იქ წავიდეთ. ჩვენთან რო დადიხარ და კრაჭა-კრუჭი რო გესმის, აქ არა. შრალი თოვლია რაღაცნაირი. ნახეთ? ასეთი. შავი მოგენატრება პოლონეთი? მომენატრება თუ არა, მაგრამ კარგად გამახსენდება. იყო ერთ-ერთი კარგი მოგზაურობა? მართალია. ძალიან კაი იყო. ნახეთ რა ლამაზია. მოვედით ახლა სადგურთან და გარშემო რა სილამაზეა ნახეთ. ფილმივითა. და ამ მოგზაურობაში ბევრჯერ მქონდა ეგ მომენტი, რომ თავი ფილმში მეგონა რა და ძალიან მიყვარს ეგ შეგრძნება. ესე იგი ჩვენი მატარებელი ვნახეთ და გადის 1 საათში. გადავწყვეტეთ რომ ეს დრო გამოგვეყენებინათ ან მაგრად გვშია და შემოვედით KFC-ში. ეხლა გემრიელად მივირთმევთ და შემდგომ უკვე წავალთ კატოვიცეში. გემრიელებია. 1 საათით დააგვიანა მეგობრებო ჩვენმა მატარებელმა და გავიყინეთ, რასაც ქვია. მოვიდა! ძლივს! ჩამოვედით მეგობრებო კატოვიცეში. ასე გამოიყურება, ეხლა ვართ ცენტრში. ძალიან ლამაზია, ნელ-ნელა ვათვალიერებთ, ახლა შეგნითად შევალთ და გაჩვენებთ. აქ ნახევარზე მეტად საახალწლო სოფელი არის დაკეტილი, აი როგორც ხედავთ დაკეტილია. ალბათ იმიტომ რომ 31-ია დღეს და ყოველს არ უნდა რომ ესე მუშაობაში შეხვდეს და ალბათ მაგითო. ეს მომეწონა ძალიან, ეშმაკის ბორბალი. ულამაზესია, კადრში ვერ ვტევ მოიცა. აი ნახეთ. აუ, რომ სწრაფად მოძრაობს, ბა. მაგას უყურე. შეხედე რა სწრაფად ადიან. ბუბი ნახე მე და შენ. ზუსტად ეგრე ვართ. დავდივართ ახლა ვათვალიერებთ. ყველაფერი ლამაზია, უბრალოდ ვროცლავის შემდეგ ცოტა რთულია რომ რაღაცა გაფრთოვანოს და რაღაცა გაგიკვირდეს. ვაუ, პირველად ვნახე ლაივში ეს მანქანა. ძალიან დიდია, აქ კონცერტია მეგობრებო ცენტრში. მიდის გუგუნი. სანაირია რა, აი ძალიან სკოლა თვალია, ყველა ეწევა. ეწევა მოსახლეობიდან თან საერთოდ მოსახლეობა. კი, აი ყველგან პლანის სუნია აბსოლუტურად. აქ ისედაც 2 საათი გვაქვს ჩვენ მხოლოდ. 2 საათში გახდება ღამის 12. შევხვდებით ახალ წელს და გამთენიისას გვაქვს ფრენა. ასე რომ ხო გული არ დამწყდა რომ პირობითად მეტი დრო ვერ გავატარეთ აქ რა. ის ქალაქები ბევრად ჯობდა. აუ ნახეთ რა სილამაზეა. ეს ყველაზე მეტად მომეწონა გაფორმებებიდან. უბრალოდ აქ იმენა მაგარი ჩხუბი მიდის. ხოცავენ ერთმანეთს და რა ცოტა დაძაბულობა არის. ეხლა ისეთი სცენა ვნახეთ. ჩვენ გამოშტერებული ვარ. სპეციალს მიმოვარდა უცებ. აქ ამბებიათ ეხა. აუ ძალიან ორგანიზებულად იმოქმედეს რა. ესეთი არ ვიცი გაწვილი ქვია თუ მომზადებული თუ დათრენინგებული პოლიცია პირველად ნახე, აი ნახევარ წუთში გაანეიტრალეს პროსტა სიტუაცია. უყურე დაჭინებმა მანქანაში ყავთ ეხლა ჩატენილები და მიყავთ. ანუ უკვე ძალიან უკონტროლო იყო. მე რო გაჩვენეთ ვიდეო, ეგ იყო შესავალი რა. მაგის მერე აქ ისეთი ამბავი ატყდა. გაოთხმაგდნენ რაღაცა 2 წუთში იმდენი მოვიდა და იმდენი ჩაერთო ამ ჯგუფში და ეთყობა ვიღაცამ დარეკა რა. ან არ ვიცი, საიდან გაიგო პოლიცია და ზუსტად ნახევარ წუთში გაანეიტრალეს მდგომარეობა. თან ეს შუაში ხო იყვნენ ერთი პოლიციის ეკიპაჟი აქედან მოვიდა, მეორე აქედან შუაში მოაქციეს და გარბოდნენ. გარბოდნენ, მაგრამ სად გაასწრებდნენ. ვაუ, ძალიან მაგარ ფორმაში ყავს პოლიციელები, აი ძალიან. ამ წუთას მანქანის თავზე ააფეთქეს სასაფეთქებელი. კორპუსიდან გადმოაგდეს. კორპუსიდან გადმოაგდო? ზემოდან გადმოაგდეს. ვაი. და თან დიდი ბომბაჩკა გადმოაგდეს და პირდაპირ ახლა პოლიციაც მოვიდა. პირდაპირ მანქანის თავზეა ფეთქა. ღმერთო რა მხელა ხმა ჰქონდა და ეგრევე ანუ ეს მანქანა უკვე აქ იყო და ეგრევე ავარიულები ჩართა და უკან წავიდა რა. ვაი მე ალბათ რა აღარ იფიქრა ტიპმა.
ვიშოდა გაეკეთებინა ეგეთი რაღაცა? როგორც ხედავთ, დასრულდა მეგობრებო ჩვენი მოგზაურობა პოლონეთში და როგორც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე, ამ ქვეყანასაც შევაფასებ, გავაკეთებ კომენტარს. როგორც ნახეთ, სამ ქალაქში ვიყავი, პირველი ჩავფრინდით კატოვიცეში, თუმცა ფაქტობრივად არ გავჩერებულ ვართ, იმიტომ რომ პირდაპირ გადავჯექით და წავედით კრაკოვში, ამიტომ შეფასებას დავიწყებ კრაკოვით. კრაკოვი იყო ულამაზესი ქალაქი, მართლაც გაამართლა ჩემი მოლოდინები, სახალხოდ ძალიან კარგად ჰქონდათ მორთული და ხული გამისყდა. სიხლით მოდიოდი უკვე ეს ვინ არის თქვა. მოდი აქ, მოდი შენი კომენტარიც გჭირდება. კრაკოვზე ვსაუბრობდით. კრაკოვი ძალიან მომეწონა, როგორც თქვი, ულამაზესი ქალაქი იყო. აი, იცით როგორი ქალაქი იყო? ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და უამრავი რაღაცა წავიკითხეთ. ხან სტატიებს ვკითხულობდით და ხან chat GPT-ს ვეკითხებოდით რაღაცებს, მაგრამ აი, ბევრი კითხვა არც გჭირდება რა, აი რო შეხედავ შემორჩენილია ეს ყველაფერი, ისეთი იერი აქვს, რომ აი ყველაფერს თითქოს მარტივად წარმოიდგენ რა როგორ ხდებოდა და აი არ ვიცი, საოცრება იყო, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ალბათ მაინც ის ცხენები და ის ულამაზესი ეტლები, რაც ამ ქალაქში მოძრაობდა და აი მართლა ყოველ ჯერზე ვიდეოშიც ვახსენე, თავი მეგონა ფილმში, აი რაღაცა შუა საუკუნეების ფილმში და ეგ შეგრძნება ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა არარეალურ სამყაროში ხარ და რატომ ვიყურებ ეგრე? და აი სასიამოვნო არის ხოლმე, ამიტომ კრაკოვი მართლა ძალიან კარგი იყო. ფასებს რაც შეეხება, თითქმის იგივე ფასები იყო რაც ჩვენთან და ასევე როგორც ვიდეოში აღნიშნეთ, იქ უფრო მაღალი არის ხელფასები, შესაბამისად მათთვის ეს ფასები პრობლემას იმდენად არ წარმოადგენს, რამდენადაც ჩვენთვის, მაგრამ უბრალოდ თქვენ გქონდეთ მხედველობაში, ვინც ჯერ არ ხართ ნამყოფი, რომ იაფი არ დაგიჯდებათ მანდ მოგზაურობა. გადავიდეთ ვროცლავზე. მე პირადად ვროცლავი ბევრად უფრო მომეწონა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მომეჩვენა თუ ესე იყო, არ ვიცი, მაგრამ ბევრად უფრო მაგრად ჰქონდათ მორთული, ბევრად უფრო კრეატიული იყო, ატრაქციონები ბევრად მეტი იყო, მრავალფეროვნება იყო ძალიან და თან ბევრ ლოკაციაზე ჰქონდათ ესე გაკეთებული და ხალხი იყო გადანაწილებული შესაბამისად, ჭყლეტვაში არ მოვყოლი ვართ, რაც ხდებოდა მაგალითად კრაკოვში რა, აი კრაკოვში უკვე ვეღარ ვიღებდით ფაქტობრივად სიამოვნებას, იმიტომ რომ აი საცობში იდექი რა, ხალხის საცობში იდექი ერთი ადგილიდან მეორემდე რომ მისულიყავი და ეს ვროცლავში სწორად გათვალეს, რომ ძალიან ბევრ ადგილას იყო მოწყობილი ეს მარკეტები, ატრაქციონებიც, საკვები ობიექტებიც და საერთოდ არ ყოფილა ეგ ჭყლეტვის მომენტი რა. ხალხი ბევრი იყო, მაგრამ მოძრაობდით ერთი ადგილიდან მეორეში და არსად პრობლემა არ შეგვქნია. ასევე ის ფოთები, რაც ბავშვების ფოტოებზე იყო გათვლილი, თუნდაც უზარმაზარი ეტლი, სოკოსახლები, ფერადი ჭიქები და ეგეთი რაღაცეები, ან თავი რო უნდა გამოყო ესე და რაღაცა გამოსახულება რო არის შექმნილი, ეგენი მე ძალიან მომეწონა და ძალიან ვისიამოვნეთ. მე და ამ ბავშვმა ყველგან გადავიღეთ ფოტოები და საჭმელებს რაც შეეხება, მე მგონი კრაკოვი უფრო მოეწონა ბავშვს და ამაში მეც ვეთანხმები, იმიტომ რომ ის ჰოთ-დოგი ორივეგან გავსინჯეთ კრაკოვშიც და ვროცლავშიც და კრაკოვში რო ჰოთ-დოგი იყო ხალხო. ანუ თუ ჩავბრუნდებით პირველ რიგში მაგას შევჭამთ, აი. კვების ობიექტები კრაკოვში ბევრად მეტი იყო, ანუ იმენა კვების ობიექტი რაც არის რა, ბევრად მეტი იყო. იმენა მაგარი მოკეიფე ხალხი იყო, იმიტომ რომ მაგ კვების ობიექტებთან გადატენილი იყო ხალხით და ვროცლავშიც იყო, მაგრამ იმდენი არა. ვროცლავში რაც გავსინჯეთ, მე დიდად არ მომეწონა. აუ, არც ერთი ჰოთ-დოგი არ მომეწონა, იმის შემდეგ იქ რაც იყო. კრაკოვში იცით როგორი ჰოთ-დოგი ჰქონდათ? შიგნით იყო ყველი რა და რო ჩაკვიჩავდი, ეს სოსისი ჰოთ-დოგის სკდებოდა და ეს ყველი გადმოდიოდა, ანუ ეგეთ გემრიელი სოსისი ცხოვრებაში არ მიჭამია. მეორე დღეს პატამ ჭამა სოსისი დილით საუზმეზე სასტუმროში და მე გამოსიჭა ნახე რა გემრიელიაო და ანუ არაფრის გემო არ ქონდა. იმის მე არც კი ვიცი. აუ, ვის ერასაო, შენ რო ქათმის ფილე ჭამე და გემრიელიაო რო იძახდი.
ძალიან საშინელება ვჭამე. ეგ საჭამე კრაკოვში თუ როსლოვში ჭამე. როსლავში ვჭამე. ჩემმა იმან დამყופה ექსპერიმენტებმა რა, უბრალოდ მაინტერესებდა როგორი იყო. მოუყევი ხალხს როგორი იყავი. იციან, ნახეს. კიდევ რა, ადგილობრივებთან დიდად შეხება არ გქონია, სიმართლე რო გითხრათ. არ გადავყვე, ანუ არ მოხდა ჩვენი გადაკვეთა ფაქტობრივად არსად, არც მაღაზიაში, არც ტრანსპორტში, არსად გამოლაპარაკება და ესე კონტაქტი არ გქონია, ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ამიტომ მოდი გადავიდეთ კატოვიცეზე. რომ არ მოგატყუოთ და 100%-ით გულწრფელი რომ ვიყო, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია დაგვხვდა ვიდრე წინა ორ ქალაქში და შოკი გქონდა, იმიტომ რომ მსგავს არაფერს არ ველოდით. ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა იყო არაფხიზა მდგომარეობაში, იყვნენ ნასვამები, თან აი ძალიან ნასვამები, ძალიან მთვრალები და იყვნენ ასევე დაბოლილები. ყველგან ვიდეოშიც აღნიშნეთ, იდგა პლანის სუნი, ზოგგან იმდენად იდგა, რომ აი ვერ სუნთქავდით და ვცდილობდით, რომ გავსულიყავით მაგ ადგილიდან. არასრულწლოვნებში რაც ვნახე, აი მსგავსი მართლა არასდროს არაფერი არ მინახავს. არ ვიცი კანონი მოქმედებს თუ არ მოქმედებს, ამ ბავშვებს უკრძალავს ალკოჰოლის მიღებას თუ არა, მოკლედ რა ხდება შიდა სამზარეულოში არ ვიცი, მაგრამ ისინიც იყვნენ არაფხიზა მდგომარეობაში, არაადეკვატური ქცევა ჰქონდათ და აი მართლა არასდროს არ ჩავრეულ ვარ ხალხო ვის რა აცვია, ვის რა მოსწონს და ვინ როგორ გამოიყურება. ანუ მე რა შუაში ვარ, მაგრამ არასრულწლოვნები და სრულწლოვნებიც, მაგრამ უფრო მეტად თინეიჯერებში შეიმჩნეოდა ეგ, დადიოდნენ ტანსაცმლის გარეშე. და აი მოწმე, რომ მე არ ვიტყვე. ანუ ზემოთ ეცვათ, კი ბატონო, მაგრამ ქვემოთ ეცვათ მხოლოდ საცვალი. და ვიღაცამ ხო შეიძლება ჩათვალოს, რომ მე ვაზვიადებ. ანუ არ ვაზვიადებ, მხოლოდ საცვალი ეცვათ. და რა თქმა უნდა, ეხა არ გავაკეთებდი იმას, რომ ამომეღო ტელეფონი და ვიდეო გადამეღო, რომ მე აქ ვლოგში მეჩვენებინა თქვენთვის, რომ აი ჩემი სიტყვები გავამართლო, მაგრამ რეალურად ეგრე იყო, ანუ მხოლოდ ტრუსი ეცვათ რა. არ ვიცი ეგ რას ნიშნავს. 1 და 2 რომ დავინახეთ, კიდე ამ ბავშვებს ვამართლებდი, პატასოვნებოდი, მეთქი იქნებ რაღაცას აპროტესტებენ, ან რაღაცა ტრენდია და ჩვენ ვერ ვხვდებით, ან პრენკია და სადმე კამერაა დამონტაჟე, ანუ 1000 რამე ვიფიქრე, რომ ეგ მდგომარეობა გამემართლებინა რა. იმიტომ რომ მეთქი, ანუ უეჭველი რაღაც არაორდინალურ სიტუაციაში ვართ და უეჭველი რაღაცას აჩალიჩებენ რა. მართლა კამერებს ვეძებდი გარშემო, ანუ რომელიც რეაქციას აფიქსირებს. ანუ მართლა რაღაც ეგეთი მეგონა თავიდან, მაგრამ მე აი ქალაქში იცით რამდენი შეცვა უბრალოდ საცვალი. და მე მივხვდით, რომ უბრალოდ ეგრე აცვიათ რა. თან რა პრობლემა არის, ხა ეგ მაგალითად აიანაპაზე რო ნახო, შეიძლება არც მიაქციო ყურადღება, იმიტომ რომ ზღვის სანაპირო არის, ის არის, ეს არის, მაგრამ მინუს რამდენი იქნებოდა? 5-მდე მაინც 3-5 გრადუსი, -3-5 გრადუს ყინვაში ჩვენ რო კოჭებამდე კურტკები გვეცვა და ხათოს 3 შარვალი ეცვა, ვიღაცები საცვლებით დადიოდნენ. ხო, აი რა ხდება, ვერ გეტყვი. არ ვიცი, კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ არ მიყვარს ესე ჩარევა და გაკრიტიკება ვის რა აცვია და ვის რა მოსწონს და ასე შემდეგ. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს და აი ვერც გეტყვით რატო ხდება ეგრე. ის სხვა ისეთი ცუდი გამოცდილება არაფერი არ მქონია. ერთადერთი აი კატოვიცეში ბოლოს ვქონდა ცოტა დაძაბული გამოცდილება, იმიტომ რომ მართლა მაგარი არეულობა იყო და ცოტა არ იყოს ბოლოს უკვე ვშიშობდი, იმდენი სიგიჟე მოხდა ჩვენ გარშემო მაგ 2 საათში, რომ ცოტა მეშინოდა, რომ მეთქი აქედან ხო ცოცხლები გავახწევთ, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ასაფეთქებდა ვსყიდნენ ფანჯრებიდან და მანქანას დაეცა ზემოდან დიდი ბომბა ჭკარა და ამას არა აქვს ლოგი ნანახი. ეს ყველაფერი ჩასმული მაგ. მოკლედ წავედით, ვაყურებინოთ ამ ბავშვს მე ვლოგს და ისე დაგიბრუნდებით. აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე. ავიდეთ 100.000 გამომწერზე. ჯერ 60.000 მქონდა, მაგრამ